იმერეთში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რა ვითარებაა რეგიონში. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, რა ხდებოდა დღეს ქუთაისის ცენტრალურ მწვანე ბაზარში. როგორ აფასებს წელს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და როგორია მისი პოზიცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დღეს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 27 წელი გავიდა. 2021 წლის მოლოდინი და კორონავირუსის დამარცხების შანსები. მთავარი სპეციალური გამოშვების კითხვებს 20 საათზე ქუთაისის რეფერალური კლინიკის ხარისხის მართვის დირექტორი მიხეილ შაგულიძე პასუხობს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1527 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან იმერეთში 229 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1007 ადამიანი გადის მკურნალობას. მათ შორის მძიმე პაციენტია 246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 49 ადამიანი. რეგიონში კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 85, საკარანტინე სივრცეებში კი 68 პაციენტი. იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 3644 ადამიანი. სამწუხაროდ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსისაგან გამოჯამრთელდა 1282 ადამიანი. წინა საახალწლო სამზადისი ქუთაისში რა ხდებოდა დღეს ქუთაისის მწვანე, ეგრეთ წოდებულ მწვანე ცენტრალურ ბაზარში იყო თუ არა მომხმარებელი და რა ღირდა პროდუქტები წინა საახალწლოდ. მეგატივის ჟურნალისტებმა ბაზარში ადგილზე გამოკითხვა ჩაატარეს. ნახეთ მასალა. საახალწლო ბაზრობას არ გავს. წლევანდელი წელი ტრანსპორტი არაფერი არ არის და კიდე როგორ დადის ხალხი მიყვის. ძალიან კატასტროფული მდგომარეობა, ძალიან ცუდი რაც შეიძლება. კაჭი ამაზე მეტი გაჭირება ახლა ხალხში ნამდვილად რა ვიცი. ასები როგორია? ჩვეულებრივი. ან გაიზარდა ამ საახალწლო. ნუ აი არც არაფერი, ჩვეულებრივი როგორაც ადრე იყიდებოდა, იმ ფაში იყიდება ეხლაც, მაგრამ თვითონ ტრანსპორტი რომ არ არის, ხალხი ჭირს და არ დადის, ვერ დადის უბრალოდ. აი წინა წელს რო შეადაროთ, წინა წელს შევადაროთ, მეტი უკეთესი იყო. ბევრად არაფრით, მაგრამ ამას ჯობდა. ესხის 23. ნიგოზის ფასი ნამდვილად არ არის გაზრდილი მიუხედავად იმისა, ყველაფერია ფას მომატებული. ხალხი ახლა ნაკლებად დადის. ახლა პრაზნიკია და ცოტა კიდე მოდის და ტაქსებით დადიან და პრაზის რომ არ არის. ტრანსპორტი უჭირს ხალხს მგზავრობა. და როცა ტრანსპორტი იყო, მაშინ შედარებით უკეთესად დადიოდა ხალხი. საახალწლო ემზადებით, ახლა რა გიჭირდა საახალწლო სუფრის მომზადება? 2 კილო ვაშლი მივიღე და მიდივარ სახში. აგი ადერ მემარაგი. რამდენად გაზრდილი არის ფასები წინა წელთან შედარებით? თუ შეგიძლიათ. რა გითხრა, შვილო გაზრდილი გია სიცოცხლე არ ღირს ამ ქვეყანას. თუ არ შეიცვალე ეთაროდა, თუ არ მევიდა ნორმალური ადამიანი რო გაუძღო სამხარდა. მიწიდან ამეიღოს რა დოლარს გაგვაჩინა საქართველოში და აქციოს პროდუქტად არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველა. ეგენი ამხობენ და ქვევით მიაყვნენ ყველაფერი. წინა წელს რო წინა ახალწელს რომ შეადაროთ ეს ახალი წელი რა? ეგეთ ასასწავლო. იმას კიდე თითქოს არ აუშავა და ეგის დამხობილი. ძალიან ცუდათაა საქმე. თქვენ რა ფასად ყიდით აი ამ? მე 5 ყიდი 5 ლარში. ამას ესენი სხვადასხვანაირები და სხვადასხვა ფასები აქვს. ლარნახევრიდან რო იწყება 100 ლარამდე აქვს ფასი. ისინი კიდე შესაბამისად, რა ვიცი, 2 ლარი, 3 ლარი და მეტი, რა ვიცი, პარამ. რამდენად არის? კლიენტი ნაკლებად. დღეს საერთოდ არ აქვს კლიენტი, გუშინ არ აუშავდა. დღეს არ. და თქვენი აზრით ეს ტრანსპორტმა განაპირობა? რა თქმა უნდა, ტრანსპორტი ახლა აქანა ვინც ცხოვრობს ამ ახლოში, ის შემოდის ბაზარში და მანქანები ვისაც ჩვენთან არ შემოდიან, და კარბიან იქით. შეგიძლიათ გითხრათ, როგორია ვაჭრობა ამ საახალწლოს? აფში არ ამუშავებულა არაფერი და სად არ იძლევა რა.
მეგონა რაღაცა მოიმარაგე, მაგრამ ვერ გავყიდეთ. ავსებარ ვაცნავი აი. დიდი მედი პონა, მაგრამ არ გაამართლა. არა მუშავს. შემდეგში იქნება. ხალხი არ დადის თუ ხალხი ვერ მოძრაობს, ავტობუსი არაა და რამე და ერთი მოძრაობს. ამის გამო ხასები როგორია? ჩაოლებრივი, არაფერი არ გაძვირებული, როგორც იყო, ადრე დარჩა ის. მაინც რახის ეხლა 17 ლარია საქონლის ხორცი. ძვლიანი. 14 ლარია ღორის ხორცი. 18 ლარია ხოს ხორცი, არაფერი არ გაძვირებული. გითხარით აბა რაღის ყველი? რაღიზე 15 ლარი. რამდენად არის გაძვირებული? გაძვირებულია. იყო წინა წლებში 10 ლარი, 9 ლარი, 10 ლარი დღესასწაულებზე იყო ყოველთვის, ახლა არის 15 ლარი. ბევრად არის გაძვირებული ძალიან. მოთხოვნა თუ არა და კლიენტი თუ დადის? ძალიან ცოტა, ძალიან შეზღუდულია, ძალიან. წინა წლებთან ახალი წლის განწყობა ნამდვილად არ არის. რაც საშუალება მქონდა ის მიხედვით. ისე გოჯი არ ამყავს და აზინდაური. განწყობა როგორი გაქვთ? რა ვიცი, საშუალო. დიდად გაფრთხილებული ვერ ხვდები ახლა რაღაცებს. და ჩემი შვილები მიყოფოს მეთმა კარგად, თქვენც კარგად გამყოფით და მშვიდობა იყო, ჯანმრთელობა იყო თავარია და რაც იქნება იმას დავჯერდებით. ქართული ოცნების დეპუტატები საპარლამენტო მუშაობას უკვე შეუდგნენ. ქუთაისის მაჟორიტარის მანდატი ზაზა ლომინაძეს ერგო. როგორ აფასებს დეპუტატი 2020 წელს და როგორია მისი პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მეგატივის ჟურნალისტებმა ქალაქის წარმომადგენლობითო მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს დეპუტატთან. 2020 წელი იცით რომ ძალიან მძიმე წელი იყო. არა მარტო ქუთაისისთვის და საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ეს იყო წელი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო და რა თქმა უნდა ეს გამოწვევები შეეხო თავისთავად საქართველოსაც და ქუთაის უმნიშვნელოვანესი პროექტები ჩავარდა. პირველად რა ვიცი ისტორიაში იცით რომ არა ომის გამო, არამედ პანდემიის გამო ოლიმპიადაც კი გადაიდო მსოფლიოში. რაც შეეხება ჩვენ საქართველოს და ქუთაისს, იცით რომ ეს ბიუჯეტი პრაქტიკულად უკვე ორიენტირებული გამოვიდა COVID პანდემიაზე, სადაც სამანტყოფოებს, COVID სასტუმროებს, დასნეულებულ ადამიანებს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სახელმწიფომ, იგივე გაზის, დენის, წყლის თანხების ანაზღაურებაზე, რომ ვთქვათ, რაც იყო პირველ ეტაპზე და ეხლა მეორე ეტაპზე რაც დაანონსა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა. ამიტომ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ 2021 წელს სახელმწიფო, რომელიც და მთავრობა ახალი, რომელიც დავამტკიცეთ, თავს გაართვევს ამ COVID პანდემიას და უფალი იქნება ჩვენთან. დიახ, პირველად ჯანდაცვას მეტი ყურადღება სჭირდებაო, ამბობენ ექსპერტები. ფიქრობთ თუ არა რომ უნდა გაიზარდოს ექიმების რაოდენობა და ასევე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების რაოდენობა? იცით ყველაფერი თვლადია, ხო? აი ჩვენ ახლა ვაანალიზებთ არაორდინალურ სიტუაციაში გვიწევს მუშაობა, ის რომ პირველად ჯანდაცვაზე აქცენტები უნდა გაკეთდეს და ეს აქცენტები ჯერ კიდევ 1978 წელს ალმა-ატის კონფერენციამ დაანონსა და ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციამ პირველადი ჯანდაცვის ფუნქცია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაძლიერდეს, იმიტომ რომ იცით, როდესაც COVID პანდემიის ყველაზე მაღალი პიკი იყო საქართველოში, ძალიან გაუჭირდა პირველად ჯანდაცვას, სასწრაფო ბრიგადებს. ამიტომ მე ვთვლი რომ იმ დატვირთვით, რასაც მუშაობს ახლა პირველადი ჯანდაცვა და სასწრაფო ალბათ დაჭირდება აუცილებლად სახელმწიფოდან მომავალწელს დახმარება, თუმცა თვითონ დაავადების მართვაში და ასე შემდეგ უკვე გაცილებით წინა ვართ წასული, ვიდრე ვიყავით დაუშვათ მარტში ან თუნდაც სექტემბერში. მოგეხსენებათ რომ რიონის ხეობის დამცველები უკვე თითქმის 2 თვეა ღამეს ათევენ ქუჩაში და ისინი ახალ წელსაც იქ გეგმავენ შეხვედრას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ ამ სიტუაციას და რას სთავაზობთ მათ? ერთხელ უთხარით თქვენს ტელევიზიას და აღნიშნე რომ ეს არის ის პროექტი, რომელიც იყო განხილული, სადაც ესწრებოდა რიონის ხეობის მაცხოვრებლები, სადაც პროექტი არაერთხელ იყო მოსმენილი და დამტკიცებული. ჩვენ გვინდა სამუშაო ადგილები, ჩვენ გვინდა ენერგოუსაფრთხოება.
ჩვენ გვინდა დამატებით შემოსავლები, მაგრამ ესე რომ არ მოვისმინოთ მეორე მხარე, არ გავაანალიზოთ თუ რა სიკეთის მომტანია და რა რისკებს შეიცავს. მე ვთვლი რომ აი ესე პირდაპირ ესე მიდგომა ალბათ არ არის. ისინი ამბობენ რომ პასუხებს ელიან კითხვებზე. და ბევრ კითხვებზე პასუხი გაცემულია, ბევრი ადამიანი და ვიქ სადაც დატბორვა მოხდება, როდესაც გაკეთდება ეს კაშხალი, იქ მოსახლეობას როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მე მაშინ არ ვიყავი დეპუტატი, მაგრამ როგორც ჩემთვის მაშინ სათანადო ანაზღაურება გადაეცა იმ მოსახლეობას, დღეს მესმის და მე იმ ადამიანებს გვერდში უდგავა, რა თქმა უნდა, მაგრამ სათანადო არის რომ დიალოგი იყოს, მოსმენა იყოს, რამდენადაც მე ვიცი, ხა ახალი ხელმძღვანელობა დანიშნული ამ შენებლობაზე და როგორც მე ვიცი, ძალიან ადეკვატურად აპირებს ჩამოსვლას და შეხვედრას მათთან და იმედია მთავრობასთან, ვინც მშენებლებთან ერთად ეს ყველაფერი გავლილი იქნება. ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ რისკები. მინდა გითხრათ, რომ როდესაც თავის დროზე რიონგესის წინააღმდეგები ვიყავით, როდესაც თავის დროზე ენგურხესის წინააღმდეგი გამოვდიოდით, მაგრამ ერთიც, მეორეც, მესამეც მუშაობს და ეს არის ჩვენი მთავარი ენერგოუსაფრთხოების ძალა დღეს საქართველოში. ეს ჰესები, რომელიც თუ არა შეხვდეთ იმ ადამიანებს. თუ იქნება მოთხოვნა, რა თქმა უნდა, შევხვდებით მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, შენებლებთან ერთად და გავიაროთ, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ მე გთხოვ და მოუწოდებ, რომ ეს წარმართოთ სწორ შეფასებად დიალოგში ერთმანეთთან და არა აი არ გვინდა და მორჩა. ესე მიდგომა მე ვთვლი, რომ არ არის სწორი. დიახ, დიდი მადლობა. თქვენ მეორე ტურში გაიმარჯვეთ. ფაქტია, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ გიჭერდნენ მხარს, თუმცა თქვენ მათი დეპუტატის ხართ ამავდროულად. როგორ ახერხებთ მათთან კომუნიკაციას, ან როგორ გეგმავთ კომუნიკაციას? მე იცით რომ ექიმი ვარ და ექიმი ვარ ერთიდან 100-მდე ყველა პარტიის წარმომადგენლის, ყველა ეროვნების, ყველა სარწმუნოების ადამიანის და ჩემთვის არა აქვს არავითარი მნიშვნელობა, რომელმა ქუთაისელმა მომცა თუ არ მომცა ხმა. მე საერთოდ სულ მეტად მუშაობდი და საუბარი და დიალოგი მაქვს იმ ადამიანთან, რომელიმე მოსაზრებით მე არ მომცა ხმა. მაგრამ ფაქტია და ვაჩვენეთ, რომ პირველ ტურშიც გავიმარჯვეთ, მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, რომ ზუსტად ის რაოდენობის ხმა, რომელიც პირველ ტურში ავიღე 74,000 და ზუსტად იმ რაოდენობის ადამიანმა დაახლოებით ვამბობ, მომცა მეორე ტურშიც ვეხვა, რაც ჩვენი გამარჯვების საწინდარი იყო. სამწუხარო არის, რომ თუნდაც გრიგოლ ვაშაძეს სხვა გეგმები ქონია და იცით, რომ დატოვა საერთოდ ნაციონალური მოძრაობა და ქუთაისი, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყავი, ვარ და ვიქნები ქუთაისელი, მისი მაჟორიტარი და აუცილებლად ყველა ქუთაისელის ხმის დამცველი საქართველოს პარლამენტში. როგორც ცნობილია, არიან ადამიანები, ოპოზიციური ძალები, რომლებიც განმეორებით არჩევნებს ითხოვენ და რომ დაუშვან მსგავსი პრეცედენტი, თქვენ კვლავ მიიღებდით თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობა? ამ საკითხს არ განვიხილავთ საერთოდ განმეორებით არჩევნებს და არ არის განხილვად ეს არდებს არცეთ პარტია ქართული ოცნები და მოლაპარაკების, მაგრამ ეს საკითხი ჩვენგან არ განიხილებ. ამის საფუძველი არ არსებობს. საფუძველი არის კითხვაზე პასუხის გაცემა ის, რაც ბატონმა არჩილ თალაკვაძემ უთხრა, რაც ირაკლი კობახიძემ უთხრა, რაც მამუკა მდინარაძემ, იმის პასუხი არის გასაცემი. თუნდაც გადავთვალოთ და ცდომილება შევქმნათ კომისია და გადავთვალოთ თუ 1%-იანი ცდომილებაც იქნება, მე ვისაუბროთ. დაუჭერთ თუ არა, ხარს დაუჭერთ თუ არა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტას? ეს მომავლის საკითხია, პირველ მოსვენით ეს განვიხილეთ, უკვე ჯერ მსჯელობა გვექნება კიდე და ერთობლივ პარტია და პარლამენტი ამას ერთობლივ აზრს გამოვხატავთ. მე ვთვლი, რომ როდესაც ადამიანმა მოგცა შეხმა, შენ კეთილი უნდა ინებოდა, პარლამენტში უნდა შეხვიდე და იქ უნდა დაიცვა შენი ამ მომრჩევლის ხმა. ქუჩის გარჩევების დრო ნამდვილად არ არის. და არც დესტრუქციული ძალების ქუჩაში ქმედებების. უნდა დავსწრეთ, მე ის ადამიანი ვარ, როდესაც ექიმი ვარ და დიალოგის გზით ვწყვეტავდი მუდამ სულ იგივე პაციენტთან ხოლმე არა წამლით, არამედ საუბრით. ისევე ვაპირებ პარლამენტშიც ვიმუშავ, ისევე ვაპირებ ჩვენს ოპონენტებთან მუშაობას, დიალოგი არის გადამწყვეტი სულ. ქუჩა და დესტრუქცია საქართველოს და ქუთაისის გამარჯვებას არ მოუტანს. და ბოლოს ჯერ კიდევ არიან ადამიანები ამ ქალაქში, რომლებიც ელოდებიან თქვენი პარლამენტარების ამ ქალაქში დაბრუნებას, ანუ პარლამენტის დაბრუნებას. ამაზეც არაერთხელ მithქვამს, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მაშინ 1003 წლის ბაგრატ მეფის განაჩენი დავაბრუნო და დედაქალაქი გადმოვიტანოთ.
წინააღმდეგ რას გულისხმობთ? ქუთაისში პარლამენტის არსებობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ქუთაისი საქართველოს დედაქალაქიც იყოს, საპარლამენტო ქალაქიც იყოს და ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ არის გადაწყვეტილი რომ დედაქალაქი არის თბილისი, პარლამენტი და მთავრობა მუშაობს დედაქალაქში და მართლა ძალიან აქტიურად და მნიშვნელოვნად მუშაობს და მე ვთვლი რომ ეხლა გადატანა, გადმოტანის და ამაზე თანხების ხარჯვის დრო არ არის და ამაზე საუბრის დრო. მე ვთვლი რომ ეხლა კონსტრუქციულად უნდა გადავარჩინოთ დედამიწა, გადავარჩინოთ საქართველოს და ქუთაისი, იმიტომ რომ ჩვენ ვებრძვით უხილავტერს, რომელსაც კოვიდი ქვია. იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გამოწვევებია, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი რეგიონალური გამოწვევებია, ის რაც ხდება სომხეთს აზერბაიჯანის საზღვარზე და ის რაც ხდება ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან დაკავშირებით, იგივე თურქეთთან დაკავშირებით ის რაც ხდება. ამიტომ ეს ყველაფერი ერთად უნდა დიალოგის გააზრებული ერთობლივად ქართველებმა პოზიციამაც და ოპოზიციამ ერთობლივად შევიმუშაოთ ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკა. ესე გადავრჩებით, დაპირისპირებით ვერ გადავრჩებით. დღეს 21 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 27 წელი გავიდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. იმავე წლის თებერვალში პირველი პრეზიდენტის ცხედარი გროზნოში გადაასვენეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს ქუთაისში გაიხსენეს. ეროვნული მოძრაობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ. მიუხედავად იმისა, ჩვენთვის გაურკვეველ მდგომარეობაში მოხდა მისი გარდაცვალება, ჩვენ მაინც მისი ბუნებიდან გამომდინარე ვჯერა რომ ის თავს არ მოიკლავდა, თავი ვფიქრობ არ მოუკლია და ამიტომ გვინდა რომ მას დავეხმაროთ სასოფლოში მოხვედრაში, მოიხსენებთ სახურებებში, პანაშვიდი გადაუხადეთ ახლა ჩვენ მას და საერთოდ გვინდა რომ მომავალმა თაობაც იცოდეს ეს გმირი ადამიანები, რომ არ მოწყდნენ თავის ფესვებს ეს ახალგაზრდები და იცოდნენ რა გადაიტანა საქართველომ, რა შეიძლება თითოეულმა ადამიანმა გადაიტანოს და რამდენი თითოეული ადამიანი ასეთი ძნელბედობას გადატანილი, რომელმაც შეგვინარჩუნა დღევანდელი საერთოდ საქართველო როგორიცაა ვართ. სრულიად საქართველოს საქართველოს მაცხოვარ ყველა ერთს ულოცავ შობა ახალ წელს საყვარელი ოჯახებით მომჩენდნენ, მომბრავლდნენ, რაც მტრობამ დაანგრიაშვილებო სიყვარულით ააშენონ ამ ჩვენმა საზოგადოებამ ახალგაზრდობა. ამათია დედა, ამათია ცხოვრება აცი. ამან უნდა ააშენოს სრულიად საქართველო. და ვაპატიოთ ერთმანეს თუ შეიძლება ამდენი ღვაწლი, ლანძღვები, გინებები ყველანაირად. 20 საუკუნეში სამი ეროვნული გმირი დავგარკეთ. ყველა ერთმანეთს გავს ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდი. ესაა ჩვენი დიდი ტრაგედია, ჩემო ბატონო. მის მერე რაც ზვიადი მოკლენ და კანონიერი ხელისუფლება დაამხნა ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები მის მერე წევიდა ჩვენი საქმე უგუღმა 30 წელი ვიმკვით აგერ ამას. შავარდანს სათქვამია, როდესაც ჩამოვიდა 99 მას ასე თქვა, მე მივესალმები იმ ინტელიგენციას, ვინც დამხოს ზვიად გამსახურდა. ერთი იმ ინტელიგენციასთან მიდაკითხა, რა მევიგეთ ერთი ამ დამარცხებაში. არ გამოდიენ ახ. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. დისტანციურად ქუთაისის რეფერალური კლინიკის ხარისხის მართვის დირექტორი მიხეილ შავგულიძე გვერდება. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, მადლობა რომ გვერდებით. მოგესალმებით, მადლობა რომ მომიწვიეთ, მივესალმებით მას მაყურებელს. ბატონო მიხეილ, 2020 წლის ბოლო დღის მონაცემები როგორია? როგორი ეპიდვითარებაა ქუთაისის კლინიკურ რეფერალურ კლინიკაში? რამდენი პაციენტი გყავთ, რამდენია მძიმე და ამ საახალწლოდ თუ გაწერეთ სახლში გამოჯანმრთელებული ადამიანები? მინდა გითხრათ, რომ ჩვენს წინა ჩართვებთან შედარებით ბევრად პოზიტიური სიტუაცია გვაქვს, თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს მაქვს უფლება სახლიდან ჩაგერთოთ და კლინიკიდან არა, უკვე მეტყოლებს, რომ ციფრები, რიცხვები ბევრად უფრო ნაკლები არის. დღეს მდგომარეობით 35 პაციენტი ყავს კლინიკაში, აქედან ნახევარზე პაციენტი სამწუხაროდ მძიმეა, ანუ რეანიმაციაში არის. ეს გავწერეთ ამ წუთის მონაცემებით უკვე 5 პაციენტი და ეს ჩვენ პაციენტები საკუთარ სახლებში გამოჯანმრთელებლები შეხვდებიან ახალ წელს.
ბატონო მიხეილ, 2021 წლის დადგომას მსოფლიო დიდი იმედებით ელოდება, რამდენიმე ვაქცინაა უკვე შექმნილი და ვაქცინაციაც დაწყებულია. ვაქცინებთან დაკავშირებით სამწუხაროდ მოსაზრებები სხვადასხვაგვარია. ძირითადად არ უნდობიან ან ეშინიათ. ჩვენთან როგორი დამოკიდებულება აქვთ ვაქცინაციასთან საქართველოში თქვენ ექიმი ბრძანდებით, გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობთ. მინდა გითხრათ, რომ ის წრე, რომელშიც მე ძირითადად მიწევს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ძირითადად პროფესიონალებისგან შედგებიან, სამედიცინო პროფესიონალებისგან და ამ სფეროში, რა თქმა უნდა, ბევრად დიდი არის, ბევრად დიდი პროცენტია ვაქცინისადმი მიმღეობა. თუმცა სოციალური ქსელებიდან, ტელევიზიიდან, გაზეთებიდან ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ დიდი წილი არის ჩვენს თანამოქალაქეებში ისეთი, რომლებიც თქვენ სწორად ბრძანეთ, ცოტა ფრთხილად ეკიდებიან ბილად რო ვთქვათ ვაქცინას, ან ეშინიათ, ან თვლიან, რომ ნაადრევად და ნაჩქარევად არის შექმნილი, ან რაღაც სხვა შიშები აქვს. ოფიციალური მონაცემები სამწუხაროდ საქართველოში მე არ მინახია, როინმეს ეს კვლევა ჩაეტარებინოს. ნახი მაქვს ამერიკის ოფიციალური მონაცემები, სადაც ყოველი მე-10 მოქალაქე გარკვეული სიფრთხილით ეკიდება. ჩემი მოლოდინი და თვით შეგრძნება, რომ ჩვენთან ალბათ ბევრად უფრო მაღალი არის ეს ციფრი და არა 10%. საქართველო თუ მიიღებს ვაქცინას 2021 წელს და ვინ შეიძლება ბატონო მიხეილ გაიკეთოს ამ პირიქით, ვისთვის არ შეიძლება ვაქცინაცია? ამ კითხვის პირველი ნაწილი ალბათ მე არ ვიქნები მართალი რომ გიპასუხოთ, იმიტომ რომ ჩემს სფეროს ბევრად ზემოთ ცდება და არა ვარ კომპეტენტური რომ ზუსტად გითხრათ გვექნება თუ არა 2021-ში, თუმცა დიდი მოლოდინი და დიდი იმედი მაქვს და ამის წინანიშნები, წინაპირობებსაც ვხედავ, რომ იმედი მაქვს რომ გვექნება. რაც შეეხება ვინ უნდა გაიკეთოს და ვინ არ უნდა გაიკეთოს, ვინ არ უნდა გაიკეთოს, აქ უფრო ადვილი არის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ამერიკის ალერგოლოგთა ასოციაციამ რამოდენიმე კვირის უკან ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ადამიანებს, ვისაც დადასტურებული აქვთ ალერგიული რეაქციები, მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ ურჩევენ თავი შეიკავონ ვაქცინის გაკეთებისაგან, რატო დაფიქსირდა 4 შემთხვევა, მართალია მსუბუქი ალერგიული რეაქციის, მაგრამ მაინც დაფიქსირდა. და ამდენად გაიცა ეს რეკომენდაცია. ბატონო მიხეილ, უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია ნებაყოფილობითი თუ პირიქით სავალდებულო უნდა იყოს? აქ ჩემი პასუხი ცალსახაა, უნდა იყოს ცალსახად ნებაყოფილობითი, სავალდებულო არ უნდა იყოს. თუმცა აქვე დავაზუსტებ, ყველა გამონაკლისი, ყველა წესს აქვს თავისი გამონაკლისი, ხო და აქაც უნდა იყოს აუცილებლად გამონაკლისი. ზოგადად დემოკრატიული ღირებულებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი დემოკრატიის არის თავისუფლება, მათ შორის სიცოცხლის თავისუფლებაც და აქედან გამომდინარეობს ჯანმრთელობის თავისუფლებაც. ანუ ადამიანს, კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ პიროვნებას თვითონ შეუძლია გადაწყვეტოს, როგორ მოექცეს თავის ჯანმრთელობას და რა არის მისთვის უფრო პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი. ამდენად ცალსახად ნებაყოფლობითი უნდა იყოს, მაგრამ დემოკრატიის მეორე ქვაკუთხედია მარტივად რო ვთქვათ, ის პოსტულატი, რომ იქ თავდება თქვენი მუჩის თავისუფლება, სადაც იწლება ჩემი ცხვირი. ანუ არ არის დემოკრატია სრულფასოვანი და აღუწერელი თავისუფლება. ხო, ეს უკვე აღერახსნებაში გადის. ამდენად ვაქცინის ჭრილში თუ მოვბრუნდებით, კონკრეტული სპეციალისტები, კონკრეტული პროფესიონალები, მაგალითად მედიკოსები, მაგალითად საბავშვო ბაღის აღზრდელები, მაგალითად ადამიანები, ვინც მუშაობენ მოხუცთა თავშესაფრებში. ჩემი აზრით, მათთვის უნდა იყოს სავალდებულო, იმიტომ რომ მათ აქვს თავისი პროფესიიდან გამომდინარე რაღაც ვალდებულებები. ისე ვიცით, ჩემი პირადი მოსაზრებით, ესეთი კატეგორიის პროფესიონალებისთვის უნდა იყოს სავალდებულო. დანარჩენი მოსახლეობისთვის ცალსახად უნდა იყოს ნებაყოფლობითი. დღეს ახალი წელი შემოგბრძანდება საახალწლო ტრადიციები და შეზღუდვების მოხსნა, ალბათ მომდევნო ორ კვირაში ისევ გაზრდის COVID ინფიცირებულთა რაოდენობას, თუ ეს უბრალოდ მოლოდინია? მოდით ჯერ ვისაუბროთ ეპიდემიოლოგიის პრინციპებზე და შემდეგ მოვარგოთ ჩვენს რეალობას. ეპიდემიოლოგიური პრინციპები ცალსახად შეზღუდვების მოხსნა გვაძლევს იმის მოლოდინს, ნეგატიურ მოლოდინს, რომ პაციენტთა ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. რამდენად რეალიზდება ეს ეპიდემიოლოგიური პრინციპი ჩვენს რეალობაში, რა პროცენტ და რა ვადებში რეალიზდება, ამას მხოლოდ რო გვიჩვენებს. თუმცა, რა თქმა უნდა, პროფესიონალებს გვაქვს მოლოდინი, რომ სადღაც 2 კვირის, 3 კვირის შემდეგ ამ საახალწლო დღეების შემდეგ ალბათ გვექნება აღმავალი ტენდენცია ინფიცირებულთა რაოდენობის.
რას ურჩევთ ამ საახალწლოთ ადამიანებს? ალბათ ძალიან რთული იქნება რეგულაციების დაცვა. მოდით სიმართლე ვთქვათ, არც სტუმრად წასვლას და სტუმრის მიღებაზეც ადამიანები ალბათ უარს არ იტყვიან. დიახ, აი თქვენ დამას წარით ზუსტად ამ თემის გავრცობა, ამიტომ და ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ არის. ამდენად რა თქვენ ბრძანეთ, ალბათ ეგ რეალობა მეტნაკლებად დაგვიდგება, მაგრამ მინდა ყველას ვთხოვო მოვწოდო ურჩიო, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დაიცვან ის ცნობილი რეგულაციები, რომელიც გვაქვს, ეს არის დისტანციანტი, ბადეხელების სწორი ჰიგიენა. დღეს ჩვენ კლინიკაში გვაქვს იმის ფუფუნება, რომ 3500-მდე კვადრატული თავისუფალი სივრცე გვაქვს. და მოგზაურებულად ყველა ნორმის დაცვით იქ გავიყვანეთ ჩვენი სტაფი და დავიცავით ნორმები. შეიძლება ყველას არ აქვს ამის საშუალება, რომ 3500 კვადრატზე გაიშალო, მაგრამ მაქსიმალურად დავიცავთ დისტანცია, ხელების ჰიგიენა არის მასტი, ნილბის ტარება შეძლებისდაგვარად, დახურულ სივრცეები თუ არ განიავება, თუ გვაქვს არჩევანი, ღია სივრცეებში აღნიშნოთ. ბატონო მიშა, ტელეკომპანია მეგატივი დამდეგ 2021 წელს გილოცავთ. მადლობა აქტიური თანამშრომლობისთვის, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ. სულ ცოტაც და ახალი წელი დადგება, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ თქვენ საახალწლო მილოცვას. პირველ რიგში მეც მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი ჩართვისთვის და საერთოდ ამ პერიოდში ჩვენი თანამშრომლობისთვის, ასევე მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცით ეს ძალიან კარგი ჩანსი, რომ ჩემს თანამოქალაქეებს მიულოცოთ თქვენი ეთერით ახალი წელი. მინდა ყველა ქართველის ოჯახში ახალი წელი შემოსული იყოს ბედნიერებით და ჯანმრთელობით. 2020 წელმა დაგვარწმუნა, რომ ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ ეხლა თვალნაცვლად დაგვანახა. შოპენგაუერში ძალიან საინტერესო გამონათქვამი, რომ უსიამოვნებები და პრობლემებიო ძალიან კარგი რამე, როცა უკვე წარსულს ჩაბარდნენ და მოგონებებად იქცნენოდა. ზუსტად ამას ურჩევდი, რომ 2021 იმდენად კარგი ყოფილიყოს, იმდენად ბედნიერი ყოფილიყოს, რომ 2020 მხოლოდ მოგონებად და ესე გასახსენებელ ამბად დაგვრჩენოდეს და ასევე იმედი მაქვს, რომ 2021-ში პირბადეების ტარება მხოლოდ პროფესიონალ ქირურგებს დაგჭირდება და ჩემი თანამოქალაქეები განთავისუფლებიან ამ ვალდებულებას. კიდევ ერთხელ თქვენს ტელევიზიას და ყველა თქვენს მაყურებელს, ყველა ქართველს, ყველა ადამიანს მიულოცავ დამდეგ 2021-ს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, დაგემშვიდობებით ტელემაყურებლებს კი შევახსენებთ, რომ მთავარი სპეციალური გამოშვების შეკითხვებს ქუთაისის რეფერალური კლინიკის ხარისხის მართვის დირექტორი მიხეილ შავგულიძე პასუხობდა. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება დღეს ამით დასრულდა. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა, ხვალამდე 2021 წლის 1 იანვრის 20 საათამდე გემშვიდობებით, ყველას მშვიდობიან, ბედნიერებითა და უკოვიდო წელს გისურვებთ. მადლობა რომ გიყურებთ. ნახვამდის.